საბჭოთა კავშირის დროს კერძოდ საქართველოში პატიოსნება, ზნეობრივი მდგომარეობა ქალისა საკმაოდ მაღალი იყო. ქალები როგორც წესი პატიოსნად ცხოვრობდნენ, ქმერებს არ ღალატობდნენ, შვილებს სდიდნენ, ოჯახს ემსახურებოდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ ამისგან მიუხედავად მათი უდიდესი უმრავლესობა მუცელში ხოცავდა ბავშვებს, ისე რომ სინდისი არ უტოკდებოდათ. იმიტომ რომ მათი სინდისი, როგორც მაიას ტომის, დაცეკების ტომის სინდისი იყო გარკვეულ კულტურულ, ესე იგი, ღირებულებებზე აწყობილი. იქ და აქ. ამიტომ სინდისი არის ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია შეაფასოს რა არის სწორი და რა არ არის სწორი, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, ოღონდ ის სწორად მუშაობს მაშინ, როდესაც სწორ ფასეულობათა იერარქიაზეა, სწორ ღირებულებებზე აწყობილი. და იმისათვის რომ სინდისმა იმუშაოს და არ მოგვატყილოს უხსენებელმა, ჩვენ უნდა გქონდეს სწორი ღირებულებათა სისტემა, რომელიც მოგვიტანა განკაცებულმა ღმერთმა და დაგვიდო წმინდა წერილში. ამიტომ ყველას გაქვთ ეს ორიენტირი წმინდა წერილში. წმინდა წერილი, ანუ ახალი აღთქმის წიგნები, 4 სახარება და მოციქულთა წერილები, მათ შორის პავლე მოციქულის წერილები არის Google მაპი. მიზანი გაქვს ქრისტესადმი მსგავსება და შეგი ჩართავ და მიდიხარ. გადაუხო ყვირის, არა, გადაუხვი აქეთ, გაასწორე. ვინც მუდამ წმინდა წერილში იყურება, მისი სინდისი იწყებს სწორად მუშაობას. პლუს ემატება მადლი, რომელიც შენ გულში შემოდის და შესაბამისად უკვე შენი სინდისი ხდება უცდომელი.